Салам მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვაგრძელებთ წლის ფავორიტების ვიდეოების სერიას. დღეს გვაქვს მეორე ვიდეო, სადაც საუბრობთ 2024 წელს გამოცლილი ტონერების, შრატების, ესენციების, ამპულების შესახებ. 28 პროდუქტი მილაგია ჩემს წინ. მადლობა ხმართ უკვე დეტალურად მაქვს ყველა ამ პროდუქტის შესახებ ნასაუბრი სხვადასხვა ფავორიტების ვიდეოში, ამიტომ შევეცდები რომ ეხა ამ ვიდეოში ცოტა სწრაფად მივყვეთ, იმიტომ რომ რეიტინგი გვაქვს. რეიტინგის მიხედვით მაქვს დალაგებული ეს პროდუქტები ყველაზე ცუდიდან ყველაზე კარგისკენ. პირველი პროდუქტი, რადგან ყველაზე ცუდი პროდუქტით ვიწყებთ, ეხლა ცოტა გაგაკვირვებთ, მაგრამ აქ საქმე არ ეხება იმას, რომ ეს არის ცუდი პროდუქტი, უბრალოდ ეს არის პროდუქტი, რომელიც გაყიდვიდან ამოიღეს, აღარ არის სამწუხაროდ ბაზარზე, შესაბამისად. უბრალოდ ესე ცალკე რეიტინგისგან ცალკე უნდა ვახსენო, ეს არის ავენეს აოქსიტივ ხაზიდან, მათი ღამის პილინგი 0.1%-იანი რეტინალის შემცველობით. სამწუხაროდ აღარ უშვებს ავენე ამ პროდუქტს, საქართველოშიც ვეღარ შოულობთ უკვე მომწერეთ, არ ვიცი სადღაც შეიძლება რაღაცა შოპებს გქონდეთ ჯერ კიდევ შემორჩენილი, მაგრამ თვითონ ავენე აღარ აწარმოებს და მათი ოფიციალური საიტიდანაც ამოღებულია, ამიტომ ეს იყო ჩემი ფავორიტი რეტინალი თვეების განმავლობაში. ეს იყო მე მგონი მეოთხე შეფუთვა, რომელიც ამ პროდუქტის გამოცვალე, თუ სწორად მახსოვს, მესამე მინიმუმ სავარაუდოდ მეოთხე. სულ ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეს იყო პირველი რეტინალი, რომელზეც გადავედი რეტინოლიდან და დიდი სიამოვნებით ვიყენებდი, ყოველთვის უწევდი თქვენთვის რეკომენდაციას, მაგრამ სამწუხაროდ აღარ. და 2024 წლის მისია იყო ახალი რეტინალის პოვნა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა, უაზრო ფასი არ იქნებოდა, ფორმულაცია კარგი იქნებოდა და შევძლებდი თქვენთვის რეკომენდაცია გამეწია და ჩემთვისაც იქნებოდა პროდუქტი, რომელსაც ყოველთვის მივუბრუნდები ხოლმე, როცა დამჭირდება, როცა რეტინალს ეხება საქმე, მიუხედავად იმისა, რომ მილიონ ახალ პროდუქტს ტესტავ ხოლმე და ვიპოვეთ ეგეთი რეტინალი, მაგრამ ძიება გრძელდება. კიდევ გვაქვს რამოდენიმე ახალი რეტინალი დასატესტი. მოკლედ, ეს მინდოდა უკვე მეხსენებინა კიდევ ერთხელ გამოვიმშვიდობოთ ჩვენს ავენეს ღამის პილინგს. დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის, მაგრამ რა ვქნა, Geek and Gorgeous, მათი 10%-იანი ნიაცინამიდი შრატი. ამისთანა წებოვანი, ამისთანა მე ბლანტი ტექსტურის პროდუქტები მიყვარს და ეხლა ათეულში თითქმის ეგეთი პროდუქტები მაქვს, მაგრამ ეს იყო სიბლანტე კი არა, უაზრო წებოვანება. ჯერთი გამონაყარი გამოიწვია განზე. გამონაყარი, ანუ რაღაცა პროდუქტს რო გამონაყარი გამოიწვია, ეგ არასდროს არ მგონია. შეიძლება ცოტა ხმამაღალი განცხადება იყოს, მაგრამ არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში. არ ხდება ჩემთან ეგეთი რაღაც. ჩემი გამონაყარი არის ჰორმონალური აკნე. იმუნური სისტემა როცა ძალიან გაცილებული ვარ და რაღაცა ნერვიულობა და სტრესი და რაღაცები ემთხვევა ერთმანეთს. პროდუქტის გამომაყარა 28 ცარიელი შეფუთვა მიდევს მარტო შრატებს და ტონერებს და ესენსების წინ. ერთადერთი პროდუქტია, რომელზეც რაღაცა ეგეთი შეიძლება ვთქვა. არ ვიცი, გახსნიდან 6 თვე აქვს და 30 მილilitrიანი შეფუთვა. ამ ბრენდის რაღაცა პროდუქტები დავტესტე. არაფერი არ მომეწონა დემაკიაჟის ბალმის გარდა, რომელიც წინა ვიდეოში რეიტინგის სათავეში მოხვდა და პირველ ადგილზე გავიდა. ეს ნიაცინამიდი არ გირჩევთ, არასდროს არ ვიყიდი. ფავორიტების ვიდეოშიც წითელი იყო, წლის ფავორიტების ვიდეოშიც წითელია, არაფერი არ შეცვლა. მაგაზე ცული პროდუქტი წელს არ დამიტესტავს. იქვე გვერდით საჯარიმოში 27 ნომრით თამაშობს. ჩვენ ნიაცინამიდის ანძამობილი, ისე Geek and Gorgeous რეტინალის რა ვქნა, წლის ფავორიტების შესახებ საუბრობთ. ცოტა beach modus გვჭირდება ახლა. ეს არის A-game 5, ანუ ეს არის 0.05%-იანი რეტინალი. არ ვიცი რატო შემეშალა და რატო ვიყიდე, იმიტომ რომ 0.1%-იანიც აქვთ. კი არ შემეშალა, ეს არ იყო, მაგრამ მე მგონი დამეთქი ოღონდ რაღაცა ტექსტურა დავტესტო, როგორია, და ამ შემდეგ რომ ვიცოდე როგორ ნაწელდება, რამდენად სტაბილურია პროდუქტი, რომ მე თუ რაღაცა თქვა 0.1%-იანს გავუწევ რეკომენდაციას. ერთი-ორი თვე ვიყენებდი ალბათ და ერთი-ორი თვე მქონდა შეგრძნება, რომ არაფერს არ ვისმენდი სახეს. არაფერი ამ პროდუქტს ჩემთვის არ მოუწია. არაფერი. არის რეტინოლები ახლა მაქვს მე მაგალითად ერთი რეტინალი კი არა, რეტინოლი 0.1%-იანი, რომელსაც სხვა ინგრედიენტები ქონდა შიგნით, ისეთი რომ ისე არაჩვეულებრივ ჰიდრაციას და დატენიანებას და სირბილეს მაძლევდა განზე, რომ თუნდაც მაგის გამო რეიტინგში ბევრად უფრო წინ. არაფერი. საერთოდ რაში გადავიხადებული დღემდე არ ვიცი. ამის შეფუთვა აქვს 30 მილilitrიანი შეფუთვა, გახსნიდან 6 თვე აქვს და ყვითელი ტექსტურა აქვს, რაც რეტინალს უნდა ქონდეს, თუმცა რაღაცნაირი ყვითელი. მოგეთ, არ ვიცი. თუნდაც დამწყები იყოთ. ეხლა გადადიოდით რეტინალზე. თუნდაც ერთი შეფუთვა რაღაცა 0.1%-იანი რეტინოლი გქონდეთ გამოცვლილი და გადაწყვეტოთ რომ რეტინალზე გადავალ. იმ შემთხვევაშიც კი ასეთი მსუბუქი არაფერი არ გჭირდებათ. აქ რაში იხდი ფულს არ იცი. ჰიდრაციასაც კი არის რაღაცა ძალიან თხელი ტექსტურა აქვს, რაც ფანქისთვის საერთოდ არ არის საჭირო. ფანქზე გონია რომ ოდნავ უფრო მეტი ტექსტურა უნდა ქონდეს პროდუქტს და უფრო მეტი ჰიდრაცია და რაღაც არ ვიცი.
ეს არის ეს ანუ მესმის ახლა შეფუთვა იყო, იმიტომ რომ რეტინალი დარჩენილი იყო სტაბილური, მაგრამ მაშინ ცოტა რაღაც 1-2 წუთი გლიცერინი მაინც ჩაასხი შიგნით, ან 1-2 წუთი სილიკონი, რომ ცოტა ტექსტურა მისცეს პროდუქტს. იმედ გაცრუება. ეს არის პიპეტკით რო უნდა წვეთებად რო უნდა ჩამოისხა ხელზე, აი ეგეთი ტექსტურის პროდუქტი. ყველგან ისხმებოდა ფამფით რო უშვებდი. მოკეთ, არ ვიცი, შეიძლება 0.1%-იანი უკეთესი იყოს. ბატონმა ალექსანდრემ ორდინერის ახალ რეტინალს ადარებენო. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არა. ორდინერის რეტინალი სად მოხვდა რეიტინგში და ეს სად მოხვდა რეიტინგში? ჯერთი ის 0.2% რეტინალი, არის 0.05%-იანი რეტინალი და 0.1%-იანი რეტინალი. მესმის რომ ის მოცულობით დიდია უფრო, მაგრამ უნდა თქვა ახლა ყველა რასაც ვფიქრობთ. ზომა ყველაფერი არ არის. ოკეი. მოვჭით მაიმუნობას არ მაქვს თუ. შემდეგი, ეს ანუ თვალის კრემების კატეგორია ცალკე არ მაქვს, იმიტომ რომ არ ვყიდულობ მაგდენ თვალის კრემს. ერთ თვალის კრემს ვყიდულობ იცით. საუკუნეა უკვე და მეორე დავიწყე ახლა წელს, მაინც დაცლილი არ არის და საერთოდ ვერ მოხვდა რეიტინგში, ამიტომ ახლა ცალკე კატეგორიას ვერ შევფრინდი მაგისთვის, ამიტომ ეს არის სამბაიმის რეტინოლ ინტენსი თვალის კრემი, როგორც იცით, ამისი სახის შრატიც აქვს, რომელიც ბევრად უფრო სასიამოვნო პროდუქტი, ამიტომ გითხავთ ვიდრე თვალისთვის ეს, იმიტომ რომ ეს არის პარფიუმით და ვერ ვიგებ, რატო ამზადებენ თვალის რეტინოლის კრემს პარფიუმით. ჯერთი თვალზე რეტინოლის გამოყენებას რო იწყებ, ისაც ის მომენტი გაქვს, ნუ აი აბა ამე გაღიზიანება და კანი არ გამომიშროს და რაღაცა თვალზე ეგზემა არ გამოიწვიოს რაღაც. პარფიუმს რატომ მიმატებ შიგნით? მე სახეზე გამოვიყენე როგორც შრატი. სახეზე ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო. ანუ სახეზე გამოსაყენებლად ძალიან სასიამოვნო პროდუქტი იყო, მაგრამ ის რაც ზედა წერია, არ ვიყიდე, ეს რაღაცას მოყვა. თუ რაღაცა ნაკრებში იყო, თუ რაღაც ცალკე ეს პროდუქტი არ მიყიდია. ამიტომ რეიტინგში ზემოთ ვერავა ეგ პროდუქტი არ მისმის, როცა თვალზე გამოსაყენებლად აქტიური ინგრედიენტი. შემოპირველად იწყებდი გამოყენასაც. ეს გაძუნზგლული საწოდავი შეფუთვა არ შეიმჩნიოთ და ვიცი ახლა ვაიმე ანუას ტონერი ასე ქვემოთ რეიტინგში ხო იმიტომ რომ რასაც დაინახავთ TikTok-ზე ყველაფერს უნდა დაიტაკოთ მე მინი ვერსია ვიყიდე რომ დამეტესტა ანუ ეს არის ანუას 78%-იანი ჰარტლის არის ჰარტლის რამე სახელი თუ აქ ქართულად ტონერი ანუ ამაზე ცალკე ვიდეოს ჩავწერე Instagram-ზე ეს და მიქსუნის ტონერი შევადარე ერთმანეთს. რეალურად ცუც ვერაფერს ვერ ვიტყვი. უბრალოდ რაზე გაგიჟდა ეს ხალხი ვერ გა. შეიძლება ის თემა არის რომ მე მაინც ესეთი ძალიან თხელი ტექსტურის პროდუქტების მოყვარული არა ვარ, ჩემი შრალი კანისთვის და ამპულები და შრატები და ბლანდი ტექსტურის პროდუქტები უფრო მიყვარს. თუნდაც მაგიტომაც მოხდებოდა ჩემთვის ცოტა უფრო ქვემოთ, უბრალოდ კიდევ უფრო ქვემოთ მოხდა, იმიტომ რომ ზემოთ რეიტინგში ცოტა უფრო თხელი ტონერებიც მაქვს. ეს ქვემოთ მოხდა, იმიტომ რომ ყველა ამაზე ლაპარაკობდა. და რამდენიც ილაპარაკეს, იმდენი არ ღირს. არის ძალიან ჩვეულებრივი სასიამოვნო ტექსტურის ტონერი. რა ვიცი, უკეთესი ტონერები დავცალე ახლა წელს და ამას მე მეორჯერ არ ვიყიდე, ამიტომ. ოკეი, ეს მოხდა შემდეგი ცოტა უფრო ქვემოთ რეიტინგში, იმიტომ რომ ეს უშუალოდ ამ შეფუთვით ეს პროდუქტი სამწუხაროდ აღარ არის ბაზარზე. ეს არის როვექტინის სამკურნალო ლოსიონი, რომელშიც ჰიალურონი, კოფეინი, ნიაცინამიდი, რა ვიცი, ყველაფერია შეგეთ. თუ კი რავი კარგი ინგრედიენტი შეიძლება წარმოიდგინოთ, ყველაფერია შეგეთ. უბრალოდ შეცვალეს ფორმულაცია, სახელი, შეფუთვა. უფრო მეტი ჰიალურონის მჟავა არის ახლა შეგნით. კოფეინი და ნიაცინამიდი დატოვეს, ამიტომ რომ ეს განახლებული ვერსია სხვა შორის ჩვენ გვაქვს ახლა ნინას Beauty Place-ზე. ამას მეტი ზემოთ ვერ ავიყვანდი, ამიტომ რომ ეს ახალი ფორმულაცია მე ჩემს კანზე ჯერჯერობით დატესტილი არ მაქვს, ამიტომ ნოსტალგიის და ძველი კარგი დროის სახელით და იდეით მეტი ზემოთ ვერ წავიყვანდი ახლა ამას რეიტინგში. არის შეფუთვა, რომელიც აღარ არის ამ ფორმით ბაზარზე. ამიტომ რადგან რაღაცით მაინც ჩაანაცვლეს და ალტერნატივა მოგვცეს და ვიცი რომ იგივე ბრენდის და იგივე ხაზის და ბევრი ინგრედიენტი დატოვეს ისევ შიგნით და დაამატეს პირიქით კიდევ ბევრი რაღაცა კარგი, ამიტომ ავენესთან შედარებით ეს მაინც მოხვდა სადღაც საერთოდ რეიტინგში. იქ ალტერნატივაც არ მოგვცეს, არაფერი ისე ამოიღეს ეს პროდუქტი. იმედი მაქვს რაღაცაზე მუშაობენ. რაღაცა სხვა რეტინოლები აქვს, ავენეს ერთი მაგას უნდა ჩაუჯდე კარგად და მივაქციო ყურადღება. იქნება ერთი განხილვის ვიდეოს თემაც იყოს ავენეს აქტიური ინგრედიენტები რა აქვთ და რაში შეიძლება იქ თანხის ინვესტირება, მაგრამ ავენესთან შედარებით როვექტინმა ჯერ რაღაც ახალი გამოიტანა ბაზარზე და მერე ამოიღო ეს გაკეთვით. ამიტომ რეიტინგში მაინც მოხვდა. შემდეგი, ხა ცოტა გაგიკვირდებათ ვიცი, მაგრამ ამ ხაზიდან სხვა ბევრად უფრო უკეთესი პროდუქტები დავტესტე, ამიტომ ეს ამაც ცოტა ჩამოიწია უკან. ეს არის პურიტოს ახალი ტონერი, პურიტო სოულის განახლებული სენტელას ხაზიდან, პარფიუმის გარეშე ვერსია, რომელიც არის უფრო ღია ფერის შეფუთვებით, სენტელას ტონერი. ანუ ამისი შრატი გეტყვით ახლა წინასწარ ძალიან ზემოთ არის რეიტინგში, ძალიან ზემოთ. ტონერი სამწუხაროდ თავიდან მომეწონა, სასიამოვნო ტექსტურა აქვს, დიდი სიამოვნებით გამოვიყენე, ახლა რა უნდა ამის დაცლას სამგზავრო ზომის შეფუთვა, მაგრამ შრატი რო გავხსენი და შრატი რო წავისვი, მე მივხვდი რომ შენთან დიდი ბოდიში, მაგრამ შენ მეორეჯერ ვეღარ მოხვდები ჩემს რუტინაში. თავსახური არ მომეწონა. ამას ეს პატარა მრგვალი თავები რო ნასვრეტით ის კონდა აქ და ეს უნდა ჩამოგესხა. თქვი კიდეც ფავორიტების ვიდეოში ნოემბერში
გამოცვლილი პროდუქტია, რომ იმედი მაქვს დიდი ზომის ტონერს ასეთი შეფუთვა არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან მწვალობდი პროდუქტის გადმოღებაზე, ძალიან არაპრაქტიკული იყო, არ ვიცი როგორ დაემართა ეგ პურიტოს და გამოეპარა ეგ ამბავი, ძალიან თხელია. ძალიან თხელი, ამას უნდა პიპეტკა. ამას უნდა პიპეტკა. მოკეთ. ინგრედიენტებიდან გამომდინარე ცუცვარ ვსვენებთ, ვისაც გიყვართ თხელი ტონერები. ვისაც გიყვართ აზიური სენდალა. შესაძლოა გამაღიზიანებლების გარეშე. კარგი ბრენდის, კარგი ხარისხის, კი ბატონო. ჩემთვის არ არის. აი ეგეც გავითვალისწინოთ ახლა. წინა ვიდეოში ვთქვი, ერთი კანი მაქვს, ერთი ადამიანი მაქვს. ერთი მევტესტავ ამ ყველაფერს, ამიტომ პირადი დამოკიდებულების ამბავია. შემდეგი მოხდა კოსტიე, მათი აზელეინის მჟავის შრატი, 10% აზელეინის მჟავის შრატი. ეს ადრეც მაქვს გამოყენებული და დაცლილი და მართალი რო გითხრათ, მაშინ უფრო მომწონდა და მიყვარდა. ეხლა ცოტა შემეცვალა დამოკიდებულება მეორე შეფუთვის დაცლის შემდეგ. და მაგალითად არის 10-ში, იმიტომ ვერ მოხდა ახლა ამ რეიტინგში, იმიტომ რომ მივხვდი სხვა აზელეინის მჟავა რამდენად მიყვარს ამ პროდუქტთან შედარებით. მივხვდი ის რატო არის ახლა საუკეთესო 5-ში და ეს ცოტა ქვემოთ, იმიტომ რომ იმისი ტექსტურა აშკარად უფრო მეტად მომწონს. იმისი გამოყენება აშკარად უფრო სიამოვნებს. აი, არჩევანი რომ მქონდეს, იმას უფრო ვიყიდი და იმაში უფრო დაუფიქრებლად გადავიხდით ამ ხას. ამ პროდუქტში. არ ვიცი, ცუდი პროდუქტი არ არის, აზელეინი, ჰიალურონი, ნიაცინამიდი, პანთენოლი, 30 მლ შეფუთვა, გახსნიდან 12 თვე აქვს და ზეთოვანი ტექსტურა აქვს გაითვალისწინეთ. და თუ კომბოცხიმიანი კანი გაქვს, ისინაც ვერ გამოიყენებ. თუ ძალიან მშრალი კანი გაქვს, განსაკუთრებით ახლა ცივ სეზონზე, ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი პროდუქტი იქნება. უბრალოდ შედარებითია ხო ყველაფერი. რეიტინგს თუ ვაკეთებთ, უნდა შევადაროთ ხო ეს პროდუქტები ერთმანეთს. უბრალოდ ვიპოვეს სხვა აზელეინის მჟავა, რომელიც უფრო მეტად მიყვარს. შემდეგია რა ნიაცინამიდი, სალიცილი, ეს არის იზენჩხრის ჩასნად BHA 2%-იანი clear liquid-ი. ტონერის ფორმულაცია, ანუ თხელი ტექსტურა აქვს, 100 მლ-იანი შეფუთვა, რომელსაც გახსნიდან რამდენი თვე აქვს ამასვან. თარიღი. ეს თარიღით არის. ოკეი, ეს არის სალიცილის მჟავა, რომელიც ჩვენს გვაქვს Nest Beauty Place-ზე. ეს არის ახალი შეფუთვა, იზენჩხრის შეცვალა პროდუქტების შეფუთვა. არაჩვეულებრივი 2%-იანი სალიცილის მჟავა. პილინგი, რომელიც იდეალურია ფორებისთვის, შავი წერტილებისთვის, კომბოცხიმიანი კანისთვის. მე დავაკვირდი რომ ცოტა დრო დამაგვიანდა ამის დაცლაში, იმიტომ რომ ამდენი სალიცილი არ მჭირდება. თორემ ჩემი ფავორიტი ინგრედიენტი არ არის თვითონ სალცილის მჟავა. ვიყენებ კვირაში ერთხელ, კვირაში ერთხელ. შესაბამისად ახლა რეიტინგშიც აზებოთ ვერ ავიყვანდი. თუმცა ინგრედიენტებიდან გამომდინარე და თვითონ პროდუქტზე ცუცვებს ვერ ვიტყვი. ცუდი რო იყოს, მე თვითონ არ გავყიდდი ჩემს შოპში ხო, მაგრამ ჩემი პირადი რუტინისთვის არ არის ხა პროდუქტი, რომელიც ვაუ, მარაგები უნდა შევავსო. ამიტომ ცოტა ქვემოთ არის რეიტინგში, მაგრამ როგორც პროდუქტი, ინგრედიენტები, ფორმულაცია 2% სალიცილი. წონს ვერ მოვუძებნი ვერანაირად. უბრალოდ შედარება რეიტინგი. ეხლა სხვა პროდუქტებს რო ვადარებ, რა ვქნა ცოტა ჩემი პირადი რუტინისთვის ცოტა ქვემოთ დაიცი. ასევეა კოზარექსის. ჯერ ნახევარზე არ ავსულვარ და უკვე ვჭედავ. ეს არის კოზარექსის AHA 7%, გლიკოლის 7%-იანი 7%-იანი გლიკოლის ტონერი. კოზარექსისგან აქ პამპის შეფუთვა გვაქვს, 100 მლ-იანი შეფუთვა, რომელსაც გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა. ეს ცოტა წინ არის სალიცილთან შედარებით, იმიტომ რომ მე გლიკოლს უფრო ხშირად ვიყენებ ვიდრე სალიცილს, ჩემი ნორმალური მშრალი კანისთვის და კანის ტონისთვის, ფერისთვის. ანუ ჩემთვის ექსფოლიაციის პროდუქტი უფრო არის გლიკოლი ვიდრე სალიცილი. ანის ტიპიდან გამომდინარე უბრალოდ. შესაბამისად ცოტა უფრო წინ არის. ძალიან ძნელია ეს რეიტინგი. რატო ავიჩემე, ხო შეიძლება უბრალოდ მისაუბრე ხა პროდუქტების შესახებ, მაგრამ entertainment. შემდეგი არის Round Lab's ტონერი. იმდენი ტონერი დავტესტე, ჯერ ზოგი ამ ჰაიპის გამო ერთი, რაზე გიждდებოდით. მე ჩვენი შოპის გამო, მოკეთ. ამდენი ტონერი არასდროს არ მქონია, სულ ვიძახი ტონერი. როდის ვყიდულობ ტონერს და ეხლა რომ გადახედო ამ 28 პროდუქტიდან 20 ტონერი. თქვენი ბრალია. გლიცერინით, პანთენოლით, ჰიალურონის მჟავით. მოკეთ, ძალიან ტიპიური კორეული ბაზრიდან დამატენიანებელი, ჰიდრატორი, დამარბილებელი ტონერი. ტონერისთვის დამახასიათებელი ძალიან თხელი ტექსტურით. მოცულობა არაჩვეულებრივი ფასისთვის, საკმაოდ დიდხანს გეყოფათ. სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო, დიდი სიამოვნებით ბოლო წვეთამდე დავცალე შეფუთვა. უბრალოდ ჩემთვის ძალიან თხელია. დარწმუნებული ვარ, ესეც ძალიან მოგეწონებათ, უბრალოდ მე ცოტა მეტი სიბლანტე მჭირდება. ერთმანეთის მიყოლებით შემდეგ გვერდით იზინჩვრის ტონერი. ეს ცოტა წინ მოხდა, იმიტომ რომ მოცულობა აქ უფრო მეტი გვაქვს. ჰიალურონის მჟავის ტიპები აქ უფრო მეტი გვაქვს. ფასისთვის პროდუქტს უფრო მეტს იღებთ, ამიტომ ერთი საფეხურით წინ. ჩემთვის ეს იყო სხვა ამ ტონერს შორის, გულწრფელად რო გითხრათ, როგორც ხედავთ, ორივე დაცლილია. ორივე დავამატე ჩემს შოპში. ზოგარი რეკომენდაციისთვის, როგორც თხელი ტონერი, აი ჩემი რუტინისთვის, სადღაც ეს რეიტინგის შვაში მოხვდნენ, ასე ვთქვათ. ეს ცოტა წინ მოცულობა, ფასი რო შევადაროთ და რამდენი ტიპის ჰიალურონის მჟავა არის შიგნით, აი ეგ რო შევადაროთ, ერთი საფეხურით წინ მოხვდა. I am from ეს არის კორეული ბრენდი, მათი
არა მაქვს ახლა მაგის დაგუგლის რომ მაგვერტის ესენცია ძალიან მომეწონა. ძალიან სასიამოვნო ესენცია იყო. ძალიან მოეწონა ჩემგანს. ძალიან მისიამოვნე. ეს არის ნამდვილად პროდუქტი, რომელსაც დიდი ზომის შეფუთვისთაც დიდი სიამოვნებით ვიყიდი და სხვებისთვისაც გავუწევ რეკომენდაციას. ეს არის პრობლემური კანისთვის, ეს არის მცენარეული ანტიოქსიდანტი, ეს არის აკნეზე, ცხიმიანობაზე, რაც მე მაინდა-მაინც არ მეწუხებს, თუმცა მაინც დიდი სიამოვნებით გამოვიყენე და გამოცალე. ვფიქრობ, რომ სწორი კანის ტიპისთვის და ასეთი პრობლემური კანისთვის კიდევ უფრო უკეთეს ეფექტს მოგცემთ. ვიდრე მე მომცა მაგალითად ჩემს კაცს. ჩემთვის უფრო იყო ჰიდრაცია, სასიამოვნო ტექსტურა, სასიამოვნო ესენცია, კარგი ინგრედიენტები. ჩემთვის ეს დანიშნულება უფრო ქონდა. ამიტომ მაინდა-მაინც ვერ წავიდა წინ რეიტინგში, მაგრამ თუ პრობლემური კანი გაქვთ და რაღაც მსუბუქ სასიამოვნო ესენციას ეძებთ, რაც ინგრედიენტებიდან გამომდინარე თქვენი კანისთვის ჭკვიანური იქნება თანხის ინვესტირებისთვის, არჩეულებრივი ესენცია. შემდეგი ერთი საფეხურით წინ მოხვდა იზინჩვის რეტინოლის შრატი, რომელსაც 1% აწერია Z, მაგრამ 1% იგულისხმება კომბინაცია რეტინოლის, რეტინალის და ბაკუჩიოლის, ასევე პეპტიდებით და კერამიდებით ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი შრატი იყო. ეხლა 0.1% რეტინოლი ჩემს არაფერი არ არის. ეს ჩემთვის რეტინოლის შრატი ნაკლებად იყო მაგმხრივ. ეს იყო ძალიან კარგი, ძალიან სასიამოვნო ტექსტურის შრატი, არაჩვეულებრივი ინგრედიენტებით, რომელიც ჩემს მშრალ კანს ძალიან მოეწონა. ძალიან მისიამოვნე. წარწერა რომ სწორად გქონდეთ Z. მოცულობა 20 მილილიტრის მაგივრად 30 რომ იყოს. ჰოთელში მოხდებოდა ნამდვილად, მაგრამ მე ხარ რაღაცის გამო ქულებ უნდა დავაყოთ. ბრენდს შეხედე და სახელი დავამეწყდა. Mary and May. მათი აზიური სენტელას შრატი, სადაც 95% აზიური სენტელას ექსტრაქტია შიგნით, 30 მილilitrიანი შეფუთვა, რომელსაც გახსნიდან რამდენი ხანი აქვს და თარიღი აწერია. გახსნება და არ აწერია. პარფიუმის გარშე ვერსია. მიყვარს აზიური სენტელა. აქ აშკარად გქონდა რომ მთელი აზიური სენტელა აქვს შიგნით ჩაჭრილი. ცოტა უფრო ზემოთ ვერ მოხვდა, იმიტომ რომ აზიური სენტელაა. მეც ვერაფერს ვერ იღებ. ანუ ზუსტად უნდა იცოდე რა შეიხდი ფულს. აქ ყიდულობ მხოლოდ აზიურ სენტელას. რაც უკვე ცოტა არ არის, არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია, არაჩვეულებრივი ანტიასაკობრივი ინგრედიენტია, არაჩვეულებრივი ჰიდრატორია. კი ბატონო, ყველაფერი რაც ვიცით აზიური სენტელის შესახებ. ისე აზიური სენტელის შესახებ ერთი ცალკე ვიდეო ხوار გავაკეთო ინგრედიენტების შესახებ, როცა ვსაუბრობთ იმ სერიიდან. როგორ მოხდა რომ აქამდე არ მისაუბრე აზიური სენტელის შესახებ? არა მაქვს ახლა მაგაზე ფიქრის დრო. მოკლედ. ცოტა კიდე რაღაცა რო იყო შიგნით. რეიტინგშიც უფრო ზემოთ იქნებოდა. მომწონს იმდენად რომ ჩვენს გვაქვს ჩვენს შოპში დავყიდით. ფასისთვის არაჩვეულებრივი პროდუქტია, უბრალოდ ერთი პროდუქტი, ერთი ინგრედიენტი. ანუ Mary and May კორეული ორდინერია. ჩემთვის დაახლოებით ასოციაციას ვაკეთებ. ანუ ცოტა კიდე რაღაცა რო იყო შიგნით 1-2 წუთი ჰიალურონი. ცოტა ზემოთ იქნებოდა რეიტინგში. აბა წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა. არ მინდა ამაზე ლაპარაკი. What's wrong with me? 15 წუთი ვლაპარაკობდი გაჩიშულ კამერასთან. შემდეგი ორი პროდუქტი არის ძველი ფავორიტი, რომელთა არაერთი შეფუთვა მაქვს დაცლილი და მართალი რო გითხრათ, ხა მათი თანმიმდევრობით დაალაგება ამ შემთხვევაში რეიტინგში მაინდა-მაინც გადამწყვეტი არ არის, ამიტომ ორივე პროდუქტის შესახებ ერთად გესაუბრებით, ორივე მათგანი არის ტონერი. როგორც გითხარით, მე ნინა რომელიც ისეთ ტონერებს არ ვიყენებ 2024-ში მილიონი ტონერი შეფუთვა გამოვცალე და პირველი არის კოზარექსის პროპოლისის სინერჩ ტონერი, რომელიც როგორც თაფლის ექსტრაქტს, ისე პროპოლისის ექსტრაქტს შეიცავს არაჩვეულებრივი დამატენიანებელი ბლანტი, აი მე რომ მიყვარს ზუსტად ისეთი ტექსტურის ტონერი არის, თუ ვიყენებ ტონერს, რომელიც შეიძლება რამოდენიმეჯერ გავიმეორო შეძენა, არის ზუსტად ასეთი ტექსტურის, რომელიც მშრალი კანისთვის არის არაჩვეულებრივი ჰიდრაციიდან და დატენიანებიდან გამომდინარე. მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ტონერისთვის გამორჩეული თემა არის, რომ თაფლი არის არაჩვეულებრივი ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული თვისებებით დატვირთული ბუნებრივი ინგრედიენტი, რომელიც რა თქმა უნდა არაჩვეულებრივია აკნეზე, გამონაყარზე, პრობლემურ კანზე. ამიტომ ორი ერთში, სხვათა შორის აკნე მშრალი კანისთვისაც უცხო თემა არ არის, მხოლოდ ცხიმიან კანთან არ უნდა იგივდებოდეს აკნე, მშრალ კანზეც ემართებათ ადამიანებს გამონაყარი განსაკუთრებით. შემდეგ ასეთი აკნეს მკურნალობა, რადგან აკნეს საწინააღმდეგო ძირითადი ინგრედიენტები, როგორც არის ადაპლენი, ბენზოილი, სალიცილის მჟავა, ყველანი ასე თუ ისე მაინც აშრობენ კანს. ნუ ფორმულაციას გააჩნია რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად უმეტეს შემთხვევაში ასემდორ ცხიმებზე მოქმედებენ. თუ ეძებთ რაიმე ტონერს, რომელიც როგორც დატენიანებაზე და ჰიდრაციაზე, ასევე აკნეს პრობლემაზე მოგეხმარებათ, განსაკუთრებით ნორმალური მშრალი კანისთვის არაჩვეულებრივი არჩევანია, მიყვარს ძალიან და არც ეხა ძმობა და ძველი კარგი დრო და რაღაცები, მაგრამ ნუ ცოტა მაღლა მოხდა.
იგივე შემიძლია გავიმეორო ამ ტონერის შესახებ, ესაა Haru Haru Wonder-ი, ესეც კორეული ბრენდია, როგორც Cosrx-ი, მათი შავი ბრინჯის ჰიალურონის ფერმენტირებული ტონერი, ორი სხვადასხვა ვერსია არსებობს, ეს არის მშრალი ალკოჰოლის და პარფიუმის გარეშე, გაითვალისწინეთ, რომ ასევე არსებობს ვერსია, სადაც მშრალი ალკოჰოლი და პარფიუმი არის. შიგნით შევა ფასში, ამის გამო ცოტა სხვაობა იყოს და არ დაიბნეთ პარფიუმის და ალკოჰოლის გარეშე ვერსია სხვათა შორის ჩვენს გვაქვს Nina's Beauty Place-ზე, ეს არის მართლა ძველი ფავორიტი, რომელსაც დიდი ხანია ვიყენებ, არაერთი შეფუთვა მაქვს დაცლილი და ყოველთვის განსაკუთრებით ცივ სეზონზე მიყვარს ამ ტონერის შეძენა, იმიტომ რომ ძალიან ბლანდი ტექსტურა აქვს, rich ტექსტურა აქვს, არაჩვეულებრივ ჰიდრაციას გაძლევს, დილას საღამოს რუტინაში არაჩვეულებრივი გამოსაყენებელია, დამატენიანებლის, მზისგან დამცავის, მაკიაჟის ქვეშ, თვალების გარშემო შეგიძლია გამოიყენო, მოგეთ, არაჩვეულებრივი, მაგრამ განსაკუთრებით მშრალი ნორმალური კანისთვის ტექსტურიდან გამომდინარე. ცნობიარე კანზე არაჩვეულებრივია. მოკლედ, ორივე ტონერი არის ზუსტად იმ ტიპის ტონერები, რომლებიც მე ძალიან მიყვარს, ამიტომ დიდად ვერ განვასხვავებ ახლა ამათ ერთმანეთისგან. დაახლოებით ერთ ადგილზე არიან რეიტინგში და ორივე ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ძველი ფავორიტები არიან, დავცალე 2024-ში და ვერ დავტოვებდი ახლა რეიტინგის გარეთ ამ ტონერებს. შემდეგი გვაქვს პროდუქტი, რომელიც პირველად 2024-ში გამოვიყენე, ესეც ტონერი. ეს ამპულა ტონერია, მოდით ასე ვთქვათ, ეს არის Kaine, კორეული ბრენდი, მათი კამპუჯა ბალანსინგ ამპულა ტონერი. 150 მილilitrიანი შეფუთვით შეგიძლიათ შეიძინოთ, რომელსაც გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა. ამ ბრენდმა დამაინტერესა 2024-ში, მათი დამატენიანებელის გამოცალი და მეორე პროდუქტი იყო ეს ტონერი. ამ ტონერს დიდი სიამოვნებით ვიყენებდი სახლში, სახლის პირობებში ნაჭრის ნიღბების მოსამზადებლად. მქონდა ფიუნგანგივლის 1/3 ბამბის პადები, დისკები და ამ ტონერით ვასველებდი ამ ფირფიტებს და ვიფენდი სახელზე და ვიყენებდი როგორც სახლში მომზადებულ ნაჭრის ნიღაბს. ჰიდრაციისთვის კანის დასამშვიდებლად იყო არაჩვეულებრივი კომბინაცია, საკმაოდ დიდხანს გრჩებათ. ამპულა ტონერი, რაც აწერია სათაურში, არის ძალიან სწორად დარქმეული სახელი, რადგან ესეთი თხელი ტექსტურის ტონერი არ არის, აი ამპულის მსგავსი სიბლანტე დაყვება, რაც ჩემშრალი კანისთვის იყო არაჩვეულებრივი. დილა-საღამოს რუტინაში ძალიან სწრაფად დავცალე ტონერი, დიდი სიამოვნებით ვიყენებდი ნამდვილად ყოველდღიურ რუტინაში. 60% ფერმენტირებული კამბუჯას ექსტრაქტი და 1% პანთენოლი, არაჩვეულებრივი კომბინაცია ადამიანებისთვის, რომლებსაც გააქვთ გამომშრალი, გაუხეშებული კანი, კანის ბარიერის დარბილება, დამშვიდება, დატენიანება გჭირდებათ. ეხლა ზამთრის ცივ სეზონზე არაჩვეულებრივი არჩევანი იქნება და რადგან ისინი მაინც ძველი კარგი დრო და უკვე კარგად დატესტილი და ძველი ტონერებია, ეს ერთი საფეხურით ზემოთ ავწიე რეიტინგში, რადგან პირველად გამოვიყენე, პირველად დავტესტე 2024-ში და მაინც ახალი პროდუქტი იყო და მე მგონი რომ სწორი იქნებოდა, რომ ცოტა მაღლა ყოფილიყო რეიტინგში. შემდეგიც ტონერი გვაქვს რეიტინგში, ოღონდ ეს ცოტა განსხვავებული ფორმატის ტონერი, ამ შემთხვევაში პადები, დისკები, ტონერ ფირფიტები გვაქვს ვიტისგან, ვიტიც კორეული ბრენდია, როგორც იცით, ეს არის მათი სიკა ჰიალურონის ხაზი, რომლიდანაც ამ ხაზიდან ბევრი არაჩვეულებრივი პროდუქტი აქვს და ერთ-ერთი არის მათი მსუბუქი ტონერ პადები, რომელშიც არის 60 ცალი ბამბის დისკი, მოცულობა წვენთან ერთად არის 130 მილილიტრი, რომელსაც გახსნიდან 3 თვე აქვს და განსაკუთრებით ხანგრძლივი დროით არ არის ვარგისი გახსნიდან, მაგრამ რადგან თითო გამოყენებაზე თითო პადს იყენებთ, ან შეიძლება ორსაც, მაგრამ ერთი სავსებით საკმარისია, რეალურად დიდი დრო არ გაგვიანდებათ, რომ დაცალოთ ერთი შეფუთვა. ცოტაოდენი სალიცილი გვაქვს, ჰიალურონი გვაქვს, აზიური სენტელა გვაქვს, მსუბუქ ექსფოლიაციას აკეთებს და არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს. ეს მექანიკური ექსფოლიაციის მომენტი არის პადებიდან გამომდინარე, რომელსაც ორი მხარე აქვს, ერთი უფრო რბილი, როცა შეგიძლიათ რომ დაიფინოთ სახეზე, იქ სადაც აკნე გაქვთ, გამონაყარი გაქვთ და გინდათ რომ უფრო კონცენტრირებულად ადგილობრივი თერაპიით, ასე ვთქვათ, მოუვაროთ ერთ კონკრეტულ ადგილს, ან მეორე მხრიდან, სადაც ცოტა ისე ამობურცული, უფრო ტექსტურით მხარი აქვს პადებზე და შეგიძლიათ როგორც მექანიკური ექსფოლიატორი ისე გამოიყენოთ სახეზე. ორი ერთში არაჩვეულებრივი არჩევანია, მე მომწონს ძალიან. განსაკუთრებით იმიტომ, რომ არაფერი არ არის შეგმით ისეთი, რაზეც უნდა ვთქვათ, იდარდო, კია ცოტა ექსფოლიატორი ინგრედიენტები შეგმით, მაგრამ არაფერი ისეთი, რაზეც უნდა იდარდო, რომ ვაიმე ამის შემდეგ რა შეიძლება გამოვიყენო, დილის რუტინაში შეიძლება, საღამოს რუტინაში შეიძლება, ასეთი კანის ტიპის თუ შეიძლება, ესეთი კანის ტიპის თუ შეიძლება. საკონცერტი უნივერსალური, მარტივი, არაჩვეულებრივი ინგრედიენტებით პროდუქტია და მე მომწონს ძალიან, მართალი გითხრათ, ეს იდეა ტონერ ფირფიტებით, ამ ბამბის დისკებით პროდუქტებით, მართალი გითხრათ, როცა გარემოზე ზრუნვას ეხება საქმე, მაინდა-მაინც იდეალური თემა არ არის მსგავსი ბამბის დისკების გამოყენება, მაგრამ მატერიას თუ მივაქცევთ ყურადღებას, ბევრი არის ისეთი, რომელიც ჩვენს გარემოზე ცუდ ზეგავლენას არ ახდენს და მარტივად ხდება მათი გადამუშავება, ამას თუ მივაქცევთ ყურადღებას, მაშინ უკვე უპრობლემოდ შეგვიძლია მსგავსი პროდუქტების გამოყენება, რომ თან ვიცოდეთ, რომ გარემოს არ ვაბინძურებთ ზედმეტად, იმიტომ რომ ეხლა თითო გამოყენებას დისკი უნდა გადააგდო, ხო, საკმაოდ უნდა
დანაგვიანების მხრივ არ არის იოლი თემა, ამიტომ მნიშვნელოვანია მივაქციოთ ყურადღება რა მატერიაა შეგნით გამოყენებული. ადრე მქონდა ნიდლის უფრო ძვირიანი ფირფიტები და მე მინდოდა რომ ჩვენი შოპისთვის რაღაცა დამეტეს და რაღაცა ახალი უფრო ხელმისაწვდომი, რომელთაც უფრო მეც მიეცემოდა შესაძლებლობა რომ ეს მსგავსი ბამბის დისკების დატესტონ ტონერები და ვიტის ინგრედიენტებიც მომეწონა, ბამბის დისკების ტექსტურაც მომეწონა. ფასიც მისაღები იყო და ამიტომ შევაჩერე ამაზე არჩევანი რომ დაგვემატებინა ჩვენ შოპში და მეც ჩემს რუტინაში დიდი სიამოვნებით გამოვიღე. შემდეგია ძალიან საინტერესო პროდუქტი, რომელიც ასევე პირველად 2024-ში დავტესტე, ეს არის Common Lab, ესეც კორეული ბრენდია, მათი ვიტამინ B5-ის ამპულა, დამატენიანებელი ამპულა, 30 მილiliტრიანი შეფუთვა, რომელსაც მართალი გითხრათ გახსნიდანვა და არაწერია, როგორც ჩანს რაღაცა სპეციალური თარიღი აქვს. ეს არის პანთენოლი და ჰიალურონის მჟავა. რეალურად მთელი ამპულა არის ეს. ძლიერი ჰიდრაცია და დატენიანება. ეს იყო ისეთი ამპულა, აი ბევრჯერ ნათქვამი რომ გავიმეორო, მე როგორც მიყვარს ბლანტი, სკელი, რიჩი, ჰიდრატორი, დამატენიანებელი არაჩვეულებრივი განსაკუთრებით ღამის რუტინაში. როცა უფრო მეტი ჰიდრაცია და დატენიანება გჭირდება, რომ ღამე კანი არ გამოშრეს. აი არაჩვეულებრივი ისეთი სკელი უჭირდა სხვათაშორის აი ამ პიპეტკის თავსახურიდან პროდუქტ ჩამოსვლა. სერიოზულად, აი ისეთი ამპულა იმდენად სკელი ტექსტურა ქონდა, რომ ამაზე შეიძლება მეთქვა, რომ აი ფამპის თავსახურით მე მგონი უფრო ჭკვიანური იქნებოდა თქო, იმდენად რთულად ამოდიოდა. 30 მილილიტრი კორეული ბრენდებისთვის როცა ამპულებს ეხება საქმე, ნუ უმეტესობა უკვე 50-ზე 60-ზეა გადასული, მაგრამ აქ ისეთი მცირე რაოდენობის გჭირდებათ, საკმაოდ დიდხანს გყოფნით ეს 30 მილiliტრიანი შეფუთვაც. მოკლედ, მომეტონა ძალიან და დამაინტერესა ამ პროდუქტმა იმ მხრივ, რომ ამ ბრენდის სხვა პროდუქტებიც დავტესტო, ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და თუ შემხვდება სტაილზე განსაკუთრებით რამის შემოთავაზებაში, დიდი სიამოვნებით კიდევ ერთხელ შევიძენ და განსაკუთრებით ადამიანებისთვის, რომელსაც გააქვთ ნორმალური მშრალი, გამომშრალი კანი, ახლა ცივ სეზონზე დიდი სიამოვნებით უწევ რეკომენდაციას არჩეულებრივი ჰიდრატორ დამატენიანებელი ამპულა მომეწონა ძალიან. შემდეგი პროდუქტი, რომელიც ყველაზე ნაკლები იმედგაცრუება იყო, უნდა გითხრათ, იმ ჰაიპ TikTok-ის პროდუქტებს შორის, რომლებიც 2024 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ტრიალებდნენ ჩვენ სოციალურ ქსელებში და ყველა თუ არა ყველა მეორე ინფლუენსერი საუბრობდა ამ პროდუქტის შესახებ, ეს იყო Mixunis ესენსია. ეს არის მათი აზიური სენტელას ესენსია. ეს იყო ნამდვილად ისეთი პროდუქტი, ეს სრული ზომა არ არის, გეტყვით ახლავე 20 მილiliტრიანი შეფუთვა, ამისი რა თქმა უნდა დიდი ზომის შეფუთვებიც აქვთ, მე დასატესტად შევიძინე სტაილ ვანაზე, რატომ არის ეხლა ცოტა უფრო ზემოთ. ანუ ეს იყო ნამდვილად ისეთი პროდუქტი, რომელზეც ძალიან ბევრი მოვისმინე და ტყუილად არა. ნამდვილად გაამართლა იმედები, ნამდვილად მომეწონა. შეფუთვა არაჩვეულებრივი, შუშის შეფუთვით, საკუთი მოკლედ ელეგანტური შეფუთვით, ასე ვთქვათ, ზედმეტი გადაჭარბებების გარეშე და ძალიან კარგა, ძალიან სასიამოვნო დამზადებული აზიური სენტელას ესენსია. აზიური სენტელას პროდუქტები ასე თუ ისე ხშირად მაინც მიდიან აი ამ სისკელისკენ, თუნდაც Marian Mays შრატია, მაგრამ მაინც საკმაოდ ისეთი ბლანტი სკელი ტექსტურა აქვს. ანუ ეს აზიური სენტელას პროდუქტები უმეტეს შემთხვევაში არიან ხოლმე ესეთი სიბლანტით, მეტად თუ ნაკლებად. აქ იყო ძალიან ელეგანტურად დამზადებული ეს აზიური სენტელა, ისე რომ აი თუ კომბო ცხიმიანი პრობლემური კანი გაქვთ, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ჩართოთ თქვენს თავის მოვის რუტინაში აზიური სენტელა, ისე რომ თქვათ არ შეგაწუხოთ პროდუქტის სიმძიმემ და არ შეგიქმნათ ფორებზე პრობლემა. თუნდაც სხვა ინგრედიენტებიდან გამომდინარე. ზოგადად Mixunis არაჩვეულებრივი ფორმულაცია აქვს, ბევრი ძალიან კარგი პროდუქტი აქვს და ეს ესენსიაც გამონაკლისი ნამდვილად არ იყო. აი Marian Mays-ზე ვთქვი სხვათა შორის, რომ იქაც მხოლოდ 100% აზიური სენტელა გვაქვს თქო. კარგი იქნებოდა რომ კიდე რაღაცა უფრო მეტი ყოფილიყო შეგნით თქო. რეალურად აქაც ეგ თემა გვაქვს, მაგრამ აქ როგორ გითხრათ, ტექსტურა არის თვითონ პროდუქტის ისეთი, რომელიც ბევრი სხვადასხვა, ანუ ყველა კანის ტიპისთვის რეალურად იქნებოდა მისაღები. ამიტომ ამის გამო ცოტა უფრო ზემოთ უნდა ავწიო ეს პროდუქტი რეიტინგში. აქაც 100% აზიურ სენტელას იღებთ. ვიცი, რომ ბევრი იყო 2024-ში Mixunis ლობიოს მარცვლის ფერმენტირებული მარცვლის ექსტრაქტზე მაგ ესენსიაზე გადარეული და თითქოს რომ ექსფოლიაციას აკეთებს და თან რო მოკლედ არ მინდა ხმაკ თემაზე ლაპარაკი და დავიწყო. ნერვი მომეშლება. მოკლედ იმ პროდუქტზე მეტად გირჩევთ რომ ამ პროდუქტზე გაამახვილოთ ყურადღება. არაჩვეულებრივი ესენსია, არაჩვეულებრივი პროდუქტი, ნებისმიერი კანის ტიპისთვის, ნებისმიერი სეზონისთვის, დილა საღამოს რუტინისთვის, ჰიდრაცია, დატენიანება, კანის დაბილება, კანის ბარიერი, არაჩვეულებრივი მულტიფუნქციური ერთი ინგრედიენტით. თან იჩაგრება ჩემი აზრით იმ მეორე პროდუქტის გამო. ყველა რატომღაც იმაზე ამახვილებს ყურადღებას და ეს მე მგონი ცოტა დაიჩაგრა. მაშინ, როცა ჩემი აზრით, ჩემი მოგრძალებული აზრით, ეს ბევრად უფრო უკეთესი პროდუქტია ვიდრე ეს. ის სხვათა შორის Nina's Beauty Place-ზე გვაქვს, ხედით. თავის მომხმარებელი ყავს, თავის კლიენტურა ყავს, იყიდება პოპულარული პროდუქტია. ხმაყოფილია ხალხი და მიწევს განმეორებით შეკვეთა და მარაგების შევსება. კი ბატონო, სულ პროდუქტზე, იმიტომ ცუდი პროდუქტი არ ვუყოთ, ბევრმა არასწორად დაიწყო პროდუქტის გამოყენება, ვითომ ექსფოლიატორის და ამის გამო მე მგონი ბევრი მე იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ იმას თავის მომხმარებელი ყავს, კი ბატონო 100%, მაგრამ თუ ეს რაღაცა ლოკოკინას მუცინის ბლანტი, წებოვანი ტექსტურა თქვენთვის არ არის, ყოველთვის არ არის. ყოველთვის არ არის, ყოველვენი ვერ იყენებს მსგავს პროდუქტს.
ისევ მიქსონისგან, ისევ არაჩვეულებრივ ხარისხით, ისე არაჩვეულებრივ ფორმულაციით, როგორც ბრენდს ზოგადად ახასიათებს, შეიძლება ეს უფრო მეტად მოგეწონოთ, ვიდრე ის ესენცია, რომელსაც ყველა გიჩნდება და ჩემი აზრით ბევრმა არასოდეს გაიგო იმ პროდუქტის იდეა. კიდევ ერთხელ გავამახვილოთ თქვენი ყურადღება იმაზე, რომ ძალიან კარგი პროდუქტია და ბევრს გამორჩა მე მგონი მიქსუნისგან ეს პროდუქტი, მაშინ როცა იმსახურებს ჩემი აზრით მეტ ყურადღებას. ოკეი, და შემდეგი გვაქვს თიამის B3, ვიტა B3 შრატი, რომელიც 10% ნიაცინამიდს და 2% ალფა-არბუტინს შეიცავს. 40 მლ-იანი შეფუთვა, რომელსაც გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა. ეს არის პროდუქტი, მეგობრებო, რომლის მარაგების შევსებაც ყველაზე ხშირად მიწევს მე მგონი Beauty of Joseon-ის პროდუქტებთან ერთად. ეს ნიაცინამიდი არბუტინთან ერთად არის ერთ-ერთი ფავორიტი, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით ჩვენს შოპში და მუდმივად თავისი რეგულარული მომხმარებელი ჩამოუყალიბდა, ასე ვთქვათ, რომლებიც სულ ივსებენ ხოლმე ამ პროდუქტის მარაგებს. მიუხედავად იმისა, რომ ალფა-არბუტინი ხარი ძლიერი პიგმენტაციისთვის, ლაქებისთვის 10% ნიაცინამიდი ჩემს კანს მაინდა-მაინც არ სჭირდება. ეხლა ვერ გაჩვენებთ აქ ვიდეოს ნახეთ, როგორი ლაქები მქონდა და გამიქრო ამ შრატმა, იმიტომ რომ არ მქონია მსგავსი შემთხვევა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ამ შრატს ვიყენებდი, მაგრამ იმდენად მოგწონთ და ისეთი დიდი სიამოვნებით გვეთავთ ხოლმე ყოველთვის, მეც დავინტერესდი, მაშინ როცა რეალურად არ მჭირდებოდა ეხლა თავის მოვლის რუტინაში ალფა-არბუტინი, თქვენთვისაც შევუყვეთ. საციამოვნო გამოსაყენებელი შრატია, აქტიური ინგრედიენტები არის, ორი არაჩვეულებრივი კომბინაცია ნამდვილად, როცა კანის ბარიერს ეხება საქმე, ფორებს, ცხიმიანობას, მსუბუქ ლაქებს, კანის ტონის ერთფერში მოყვანას, ნიაცინამიდი არაჩვეულებრივია და პლუს 2% ალფა-არბუტინი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლაქების საწინააღმდეგო პროდუქტია, ინგრედიენტია, როცა რეცეპტის გარეშე ინგრედიენტებს ეხება საქმე ბაზარზე. არაჩვეულებრივი კომბინაცია, მართლა არაჩვეულებრივი კომბინაცია, თან ამ ფასისთვის 40 მლ-იანი შეფუთვა. მე ვფიქრობ, რომ თანხი ძალიან ჭკვიანური ინვესტიცია ადამიანებისთვის, რომლებსაც პრობლემური კანი აქვთ. ფორები, ცხიმიანობა, ლაქები, პიგმენტაცია, მელაზმა, ერთი შეფუთვა გაგიქრობთ ყველაფერს ერთიანად თქო ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ნამდვილად ისეთი პროდუქტია, რომელსაც უნდა მიიღოთ. თქვენი ძისგან დამცავი, ზოგადი რუტინა როგორ იცავთ კანს UV გამოსხივებისგან, არა რუჯი, არა სოლარიუმი და ასე შემდეგ. იცით რომ ძალიან ბევრი დეტალია, მან რა თქმა უნდა 10%-იანი ნიაცინამიდი სასწაულს ვერ მოგიხდენთ ხო? მაგრამ არაჩვეულებრივი დანაბატია რუტინაში ადამიანებისთვის, რომლებიც ებრძვიან პიგმენტაციას და ლაქებს. თან მე რაც მომეწონა 10% ნიაცინამიდი ხშირად არის ხოლმე წებოვანების ზღვარზე. აქ ერცვის საშიშროება ჩნდება. არ არის მარტივი დამუშავება, აი ვისაც ორდინერის 10%-იანი ნიაცინამიდის შრატი გამოგიყენებიათ, იცით რაზე ვსაუბრობ. ეს წებოვანი ეფექტი მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, ერთ-ერთი OG პირველი დაიწყო მე მგონი მაგ პროდუქტმა, ეგ ბრენდი თავიდანვე ბევრი ძველი ფავორიტია, მაგრამ მე სხვა ნიაცინამიდები რო დავტესტეთ, დავინახეთ, რომ აი თურმე შეიძლება რომ ამ წებოვანების გარეშეც გქონდეს 10% ნიაცინამიდი თავის მოვლის რუტინაში. აქაც ეგ ზღვარის თემა არის. თავიდან როცა ისმევთ სახეზე ოდნავ წებოვანების შეგრძნება თითქოს გიჩნდებათ, მაგრამ როგორც კი ოდნავ კანის შეშლება და შემდეგ შრატებზე, ტონერებზე რაც გაქვთ რუტინაში, არ ვიცი, შემდეგ რასაც გამოიყენებთ, დამატენიანებელი მზისგან დამცავი გადადიხართ, მაშინ ვექნება ეგ ოდნავ წებოვანების ეფექტი. არ იქერცლება ორ სხვადასხვა ტიპის დამატენიანებელზე და ორი სხვადასხვა ტიპის მზისგან დამცავზე. გამოვცადე დილის რუტინაში, პლუს აღამის რუტინაში, არც ერთთან არანაირი პრობლემა არ მქონია. ვიცოდი რომ ძალიან კარგი პროდუქტი იქნებოდა, იმიტომ რომ თქვენ ასე ძალიან მოგწონთ და საკუთარ ფულს იხდით ეხა შეგნით, ხო? ერთხელ შეიძლება რაღაცა შეიძინო დატესტვის მიზნით, მაგრამ მეორეჯერ და მესამეჯერ რომ ბრუნდები იგივე პროდუქტთან, ეს ეგ რეალურად მოგწონს, ხო? მაგრამ მაინც ჩემს კანზეც მინდოდა რომ დამეტესტა მიუხედავად იმისა, რომ ეხლა განსაკუთრებული ლაქები არ მაქვს, რომ მეც ჩემი აზრი მქონოდა ამ პროდუქტთან დაკავშირებით და იმედები არ გაუცრუებია ნამდვილად ისეთი 10%-იანი ნიაცინამიდის შრატია, რომელსაც იოლად შეიძლება რომ მიუბრუნდე, ამიტომ აიმსახურა ნამდვილად ადგილი ცოტა უფრო მაღლა რეიტინგში. ეს თვალის კრემებია, უბრალოდ შრატები. Beauty of Joseon-ის თვალის შრატი, ჯინსენით და რეტინალით. რადგან უმეტესობა სახეზეც იყენებთ და რეალურად 30 მლ-იანი ფამფის შეფუთვა, ანუ ჩვეულებრივი შრატის ზომა აქვს და მხოლოდ თვალზე კი არა, თვალი პლუს სახე სრულად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, ძალკე როგორც გითხარით თვალის პროდუქტების კატეგორია არა მაქვს. აქვე მოხვდა და მოხვდა რა თქმა უნდა საკმაოდ ზემოთ. იმიტომ რომ ძალიან დიდი ბუდიში ხარ, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყენებდე. როგორი ძველი ფავორიტიც არ უნდა იყოს და როგორი ძმობის ხათრითაც არ უნდა მოხვდნენ ახლა ზოგიერთი პროდუქტები რეიტინგში მაღლა. ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, არავის არაფერი გექნებათ საწინააღმდეგო, იმიტომ რომ ნამდვილად დამსახურებული ადგილია. ორი ცარიელი შეფუთვა, მესამე თითქმის მთავრდება, ცოტაა შეგვით დარჩენილი. მეოთხე უკვე მიდევს. მარაგებს, რომელსაც უაზროდ სქელი ტექსტურა არ აქვს, ისე რომ მილი არ გამოიწვიოს თვალების გარშემო. გაძლევს საკმარის ჰიდრაციას და დატენიანებას, პლუს აქვს აქტიური ინგრედიენტები შიგნით. ანტიასაკობრივი ინგრედიენტები, რეტინალი და ჯინსენი. არაჩვეულებრივი, ძალიან გემრიელი ფორმულაცია, შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე, არაჩვეულებრივი მოცულობა თვალის კრემისთვის 30 მლ-იანი ფამფის შეფუთვით. არ ვიცი. მეტი რა ვთქვათ ახლა. შემდეგი ძველი ფავორიტი, რომელიც უნდა მიხსენებინა, ეს არის ინკილესტის 10%-იანი აზელინის მჟავის შრატი და ეს არის შრატი, რომლის გამოც ეს ვეწავიდა უფრო ზემოთ რეიტინგში, იმიტომ რომ
ეს ისეთი გემრიელია, ეს ისეთი კარგია. ისე სასიამოვნოდ ტარდება კანზე. ისე ძალიან უყვარს ჩემს კანს. ისე ძალიან უყვარს ჩემს კანს. როგორც კი გამონაყარი მაქვს ნიკაპზე განსაკუთრებით ხშირად მიჩნდება ხოლმე გამონაყარი. ვაზელინი არის პირველი და ეს პროდუქტი არის პირველი. თითქმის სულ მიდევს ხოლმე ერთი შეფუთვა სახში, ეგეთ სიტუაციებში გამოსაყენებლად. ეს არის 30 მილilitrიანი შეფუთვა, რომელსაც გახსნიდან 6 თვე აქვს ვადა. In case ერთ-ერთი საუკეთესო შრატია, რაც დღესდღეობით ამ ბრენდს აქვს. შემდეგი ვეგრინის C ვიტამინი უნდა ვახსენო აუცილებლად დაიმსახურა ნამდვილად ხუთეულში მოხვედრა ნამდვილად. უბრალოდ ნოემბრის ფავორიტებში ვერ მოხვდა, იმიტომ რომ ნოემბერში ბოლომდე გამოცლილი არ იყო, მაგრამ ეხლა უკვე წარიელია 2 კვირის მოგვიანებით თუ 15 დღის მოგვიანებით, ამიტომ წლის ფავორიტებში დაიმსახურა. ესა 30 მილilitrიანი შეფუთვა, რომელსაც გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა. ეს არის 14%-იანი ასკორბინის მჟავით და 4% ეთილასკორბილით, რომელიც ერთ-ერთი დერივატივია C ვიტამინის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სუფთა ფორმის 14%-იანი ასკორბინის მჟავას იღებთ. შეფუთვა მოდის დალუქული, ცალკე მოყვება პამპი, რომელსაც თქვენ თვითონ ამაგრებთ მერე სახლში და ამ პამპით იყენებთ. ეს არის წყლის გარეშე ფორმულაცია, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ასკორბინის მჟავა კიდევ უფრო ხანგრძლივად დარჩეს სტაბილური, რადგან pH-დან გამომდინარე ასკორბინის მჟავა და წყალი მაინდამაინც კარგად ვერ ეგუებიან ერთმანეთს. მუქი შეფუთვა შეცვალეს. წინა შეფუთვაც რეალურად მუქი იყო, მე თუ გითხავთ, მაგრამ ეხლა მთლიანად სრულად შავ შეფუთვაში გადაიტანეს. კიდევ უფრო დარწმუნებული რომ ვიყოთ იმაში, რომ სტაბილური რჩება ჩვენი ასკორბინის მჟავა. მოკეთ მაქსიმალურად ცდილობს ვერგრინი, ეს არის კორეული ბრენდი, რომელიც ჩვენს გვაქვს ნიას Beauty Place-ზე. მაქსიმალურად ცდილობს რომ რაც შეიძლება კარგი ფორმულაცია შევგვთავაზოს ასკორბინის მჟავის. მაშინ როცა ესეთი მაღალი პროცენტული მაჩვენებლით კორეული ბაზრიდან ასკორბინის მჟავას, ისე რომ შეფუთვაც მოგეწონოს და რაღაცა ღია ფერის შუშის შეფუთვაში ფამპის დასახურით არ იყოს 20%-იანი ასკორბინის მჟავა, იშვიათია. მე მახსოვს რომ ადრე უფრო ძვირი იყო, ჩვენ სადღაც 10 თუ 12 ლარით დავწიეთ შარშა 2000 სადღაც 2024-ის დასაწყისში თუ 2023-ის ბოლოს დავწიეთ კიდეც ფასი, იმიტომ რომ ჩვენს მომწოდებელთან დაიწია ფასმა. მოკეთ მაქსიმალურად ცდილობს ბრენდი, რომ ფასი, მოცულობა, ფორმულაცია, ინგრედიენტები მაქსიმალურად კარგი პროდუქტი შემოგთავაზონ. მე ამ წუთას უკეთესი C ვიტამინი არ ვიცი კორეული ბაზრიდან მართალი რო გითხრათ. დერივატივებს როცა ეხება საქმე, ხა მანდ საკმაოდ ფართო არჩევანია და დიდი პრეტენზიები არაა საჭირო რომ გქონდეს, ისინი ბიურად უფრო სტაბილური ინგრედიენტები არიან, მაგრამ როცა ასკორბინის მჟავას ეხება საქმე, ეს ყველაფერი ხა რაც ჩამოთვალე არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როცა ძვირს იხდი, იმიტომ რომ ასკორბინის მჟავა ძვირია. კარგი ასკორბინის მჟავა ძვირია. როცა ძვირს იხდი ასკორბინის მჟავაში, შემდეგ შედეგიც კიდე რომ მიიღო. ერთადერთი ტექსტურაზე გეტყვით, რომ წყლის გარეშე რადგანაც არის საკმაოდ ზეთოვანი ტექსტურის. ამიტომ თუ ძალიან ცხიმიანი კანი გაქვთ და გიჭირთ ესეთი ზეთოვანი პროდუქტების გამოყენება, მანდ იყავით ფრთხილად. სხვა მხრივ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხა როგორი კანის ტიპი გაქვთ და რაღაცა. თავარი აქ არის ასკორბინის მჟავა და ასკორბინის მჟავა რეალურად ყველა კანის ტიპისთვის არის. შემდეგი ძალიან საინტერესო პროდუქტი Vitis Riddle Shots, რომელიც სუსუბოლომდე გამოცლილი არ არის, მე მგონი, რომ კი გაუჭირდა უკვე ფამპს ამოღება, ვატყობ. აშკარად მთავრდება ცოტაში, მთავრჩერილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნოემბრის ფავორიტებში არ ყოფილა, იმიტომ რომ ეგრე ძალიან ცარიელი არ არის. ამას უფრო იშვიათად ვიყენებ ხა ამ წუთასთან. ახალი მაქვს ახლა მეგობრებო. ჩვენს ნიას Beauty Place-ზე ახალი Riddle Shots დავამატებ Vitis სიკახაზიდან. ერჯერადი შეფუთვებით. მასე ცალკე უნდა გესაუბროთ აუცილებლად, მაგრამ მე მგონი ისეთი უფრო მომწონს. არ ვიტყავს ჯერ, ორჯერ მაქვს სულის გამოყენებული, ჯერ არ მითქოს არაფერი. მოგეთ, ეს არის Riddle Shot 100-იანი. ყველაზე მსუბუქი არა, ყველაზე მსუბუქი 50-იანია და შემდეგ არის 100-იანი. და ამატებენ. ზრდიან სიძლიერეს, რაც ცოტა მაშინებს მართალი რა გითხრა. რა არის Riddle Shot? რატო არის ასე ძალიან პოპულარული? რატო გიждდება ყველა ამაზე და მთელი კორეა რატო არის ახლა გადართული რომ რაღაცა მსგავსი და გააკეთოს და ვიტი ერთ-ერთი პირველი იყო, მაგრამ ერთ-ერთი პირველი და ყველა ბრენდი ცდილობს რომ ახლა რაღაცა ამ Riddle Shot-ებით გქონდეთ. მთელი დეტალური ვიდეო მაქვს მაგ თემაზე. ზუსტად ამ პროდუქტზე, ზუსტად ამ ტექნოლოგიაზე, რის გამზადდება, რისთვის არის. დაგილინკავთ აუცილებლად კომენტ ვიდეოს აღწერაში. თუ გაინტერესებთ, თუ გინდათ რომ დატესტოთ, მაგრამ ჯერ გინდათ იცოდეთ ზოგადად რის შესახებ საუბრობთ. მირჩევთ რომ მაგ ვიდეოს უყუროთ. ეხლა მაგაზე ლაპარაკი რომ დავიწყო, დაგვათენდება. მე ძალიან მომწონს გლოუსთვის, ექსფოლიაციისთვის, კანის ფერი მოყავს ერთიანობაში. იმ წუთას როცა ისმევ, მაგას ვერ გრძნობ, იმიტომ რომ იმ წუთას ეს ნემსები, რაღაცა სასიამოვნო წასასმელი შრატი არ არის, იმიტომ რომ ეს წვრილი სიკას ნემსები აშკარად სახეს გიწითლებს და მაინდამაც უხეში სილა რო გადაიტარო სახეზე დაახლოებით ეგეთი წასასმელი. რაც ხოდაშორის ეს ახალი სიკა აზიური სინდლას ხაზიდან რომელიც დავტესტე, ისინი არა, ისინი უფრო სასიამოვნო წასასმელია სახეზე. მეთქი, აი ვემზადებოდი, ხა ამას ხო ვიყენებ უკვე თითქმის 1 წელია და მეთქი ხა მიჩვეული იქნება კარგი, რაც არის იყოს. ისიც 100-იანია, მაგრამ მეთქი რაღაცა მაინც ახლა ახალი პროდუქტია ხო? თითქმის ვერ ვიგრძენ იმის სახეზე წასვლა. აჯრება კანი უკვე მიეჩვია, მაგრამ არა, აშკარად უფრო სუბუქი ლიპოსომები როგორც ჩანს ეს დაშლა კანში ამ სიკას ნემსების იქ უფრო სუბუქად ხდება ეტყობა. მე ასე მგონი არ ვიცი, ხა ზუსტად ასე ტექნოლოგიურად არ ვიცნობ ხა მაგ ამბავს, რომ ეს ორი პროდუქტი შევადარო ერთმანეთს, მაგრამ
მე ასე მგონია. ეს იყო ნამდვილად ახალი, ინოვაციური, საინტერესო, განსხვავებული. ეს იყო ნამდვილად ტექნოლოგია, რომელმაც 2024-ში დაიპყრო კორეული ბაზარი და ჩვენსკენაც ალაპარაკა ყველა ამ ტექნოლოგიის შესახებ. და იმედი მაქვს, რომ გადააჩვევს ხალხს დერმა როლერების გამოყენება სახლში. იმედი მაქვს, აბატონო რაღაცა ეს აიღეთ და ეს გამოიყენეთ მაგ დერმა როლერების გამოყენება სახეზე. და მაგისთვის ღირს რომ მესამეა ჩვენს რეიტინგში. უფრო დეტალურად და უფრო ახლოდან რო გაიცნოთ ეგ პროდუქტი, გირჩევთ ნამდვილად რომ უყუროთ მაგ ვიდეოს, იმიტომ რომ უკვე გრძნობ რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობ, მაგრამ ერთს გეტყვით, ეს იყო პროდუქტი, რომელმაც იმდენად დამაინტერესა ამ ამბავში, რომ ეხლა ნედლად დავიწყე სხვადასხვა ხაზებიდან ამ რიტლ შოტების დატეს და ამ წუთას ძალიან მომწონს შედეგი განსაკუთრებით სიგასხაზია. ბოლო ორი პროდუქტი. პურიტოს აზიური სანდალას შრატი. ერთ-ერთი საუკეთესო აზიური სანდალას შრატი, რაც ოდესმე დამტესტავს. როგორც გითხარით, ახალი ფორმულაცია, სულ ახალს გესაუბრეთ ამის შესახებ ნოემბრის ფავორიტების ვიდეოში, ინსტაგრამზე ცალკე დეტალური ვიდეო მქონდა. არ მინდა ახლა ძალიან ბევრი გესაუბროთ კიდევ ერთხელ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ ყველაფერს უკვე მოусმინეთ, მაგრამ ვისაც არ მოგისმენიათ მაგ რაღაცებისთვის. ეს არის პურიტოს სოულის განახლებული რებრენდინგი გაუკეთა პურიტომ თავის ბრენდს და განახლებული აზიური სანდალას ხაზი. ეს ღია ფერი შეფუთვები არის პარფიუმის გარეშე, არის მუქი ლურჯით შეფუთვები იქ პარფიუმი და ეთერზეთები გვაქვს. ეს არის აზიური სანდალას შრატი. ეს იყო ტონერი, რომელიც ცოტა ქვემოთ იყო რეიტინგში. შრატი ამის დასახური ძალიან ბლანდი ტექსტურით გაგიკვირდებათ და ძალიან სასიამოვნო შრატია. ისეთ არაჩვეულებრივ გლოუს იძლევა, ისე არაჩვეულებრივად ნაცელდება კანზე, ისეთ სირბილეს გაცლებთ, ისე ატენიანებს კანს. მცირე რაოდენობა ცალსებით საკმარისია. 3-4 ფენა არ გჭირდებათ ეს თხელი ტონერების გჭირდება ხოლმე სახეზე. ერთი ფენა საკმარისია იმისთვის, რომ არაჩვეულებრივ დატენიანება და ჰიდრაცია მოქცეს. არაჩვეულებრივ ინგრედიენტებია. მთელი აზიური სანდალას სცენარი აქვს შიგნით ჩაჭრილი. მადაკასოსოიდიდან დაწყებული ბიოლოგიურად აქტიური ნაწილი არის სცენარის აზიური სანდალას და ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა, როცა აზიური სანდალას შესახებ საუბრობთ ზოგადად, აზიური სანდალას წყალი, ექსტრაქტი და მერე მადაკასოსოიდი, რომელიც უფრო მცირე რაოდენობით არის ყოველთვის პროდუქტში, იმიტომ რომ ძალიან ძლიერია, ძალიან კონცენტრირებულია. სანდალას და მადაკასოსოიდის ორივე გვაქვს შიგნით და ბევრი არაჩვეულებრივი ინგრედიენტი, რომელიც ნებისმიერი კანისთვის არის ძალიან კარგი დანამატი რუტინაში. მოკლედ, ჩემს კაც ძალიან მოეწონა, მე ძალიან მომეწონა და დიდი სიამოვნებით გავაკეთებ სრული ზომის შეფუთვაში თანხის ინვესტირებას და თქვენთვისაც დიდი სიამოვნებით გავწევ რეკომენდაციას პურიტო ყოჩა, არაჩვეულებრივად დამზადებული პროდუქტი. ბოლოსაც მიხვდებოდით ახლა პირველ ადგილზე რა გავიდა. კომუნიტის გვიჭირდა ძალიან. რეტინალის ძიებაში ვიყავით ყველანი და უბრალოდ არ შეიძლება რომ ეხა ეს პროდუქტი პირველ ადგილზე არ ყოფილი. ყოველთვის საუბრობ იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია გქონდეს ეფექტური პროდუქტები რუტინაში. რეალური, ძლიერი ანტიოქსიდანტები, რეალური ძლიერი ანტიასაკობრივი ინგრედიენტები, რეალურად ძლიერი პროდუქტები, რომლებიც სრულ ხაზებზე და ნაოჭებზე მუშაობენ, კანის ტონზე, ფერზე, ლაქებზე, პიგმენტაციაზე მუშაობენ, არც ისე ბევრია ბაზარზე. როცა რაღაცას პოულობ, რაც მოქმედებს შენს კანზე, შედეგს და ეფექტს გაძლევს, ხელმისაწვდომია და მეორე კვირას არ იღებენ გაყიდვიდან. დარჩით მაგ პროდუქტებთან, რაც უფრო ხანგრძლივად გამოიყენებთ ეგეთ პროდუქტებს და რაც უფრო მეტ შეფუთვებს დაცლით, უფრო და უფრო უკეთეს შედეგს დაინახავთ. ეს განსაკუთრებით რეტინოლის ინგრედიენტებზე, ოჯახზე, A ვიტამინის ოჯახის ინგრედიენტებზე არის მნიშვნელოვანი. რეტინალზე საუკეთესო შედეგს ხედავთ, რაც უფრო ხანგრძლივად იყენებთ ამ პროდუქტებს. ამიტომ, როცა ორდინერის რეტინალი გავტესტე და ცალკე ვიდეო მივუძღვენი ამ პროდუქტს, ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი გულწრფელად გეტყვით, მოცულობიდან გამომდინარე. ეს არის 15 მილiliტრიანი შეფუთვა. მეთქი ეს მოცუცგნული თვალის კრემი. რა არის დაგვრცინი იმდე ხანს მე ყო. 3 თვე ვიყენებდი ამ 15 მილiliტრიან შეფუთვას. 3 თვე. იქეთ-აქეთ წასვლა-წამოსვლები მომიწია და არ დამქონდა ესე რაღაცა სასტუმროში გადარბენაზე რო ხარ, იქ რეტინოლი არ მაქვს ხოლმე. აღერს რაღაცა ეგეთი შემთხვევები თუ ჩამივარდა და ნუ მაინდა-მაინც ყოველდღიურადაც არ ვიყენებ, როცა პილინგის საღამო მაქვს, ეხა გლიკოლის ტონერი მაქვს გახსნით, როცა პილინგის საღამო მაქვს, იმ საღამოს არ ვიყენებ. სხვა მხრივ, ალბათ ყოველ მეორე საღამოს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში ყოველ მესამე საღამოს. მოდი ვთქვათ ყოველ მეორე საღამოს. 3 თვის განმავლობაში 15 მილiliტრიანი შეფუთვა. არ ველოდებოდი. მეგონა რომ ერთ თვეში დამთავრდებოდა. მეორე რეტინალი უკვე მომარაგებული მქონდა. კორეული ბრენდის რომელსაც გესაუბრეთ და ბევრი ელოდება სხვათა შორის იმის რევის. ამას ანამ არ დავამთავრებდი, იმას ხო არ დავიწყებდი, იმიტომ რომ ხომ გითხრათ ეხა რომელი როგორ ფუნქციონირებს და რა ეფექტს იძლევა კანზე, ხო რა ავრებ ერთმანეთში რევიუსთვის არასწორი იქნება. არ დამთავრდა ეს და შესაბამისად ის მეორეც ვერ დავიწყე აქამდე. 0.2% რეტინალი. ძალიან მომეწონა. ძალიან კარგი პროდუქტია. ეფექტური პროდუქტია. ჩემს კანს მაშინვე ეტყობა 2 კვირა არ აგვიანდება, გამონაყარს, კომედონებს, როგორც კი არა ეფექტურ რეტინოლს ვიყენებ, რეტინოლს არ აქვს მნიშვნელობა რუტინაში. სახელს და გვერდს დავასახელებ. გაასუფთავა, გააწკრიალა კანი, იმიტომ რომ ცოტა პაუზა გამოგვივიდა.
ამის შემდეგ სამწუხაროდ. ამიტომ დაკვეთის დიდი რთული პერიოდი მქონდა საფრთხეში განსაკუთრებით ხარ. რა SPF-იც არ უნდა გამოიყენო 100%-იანი დაცვა არ არსებობს ვიცით. შესაბამისად ეს მძიმე UV გამოსხივება მაინც მოქმედებს კანზე. და ჩემთვის ეგ არის კომედონები ჩნდება მაშინვე და გამონაყარი უფრო ხშირად და უფრო ხანგრძლივი დრო აგვიანდება, რომ რაც წესით ერთ კვირაში ლაგდება, ხოლმე აზელეინის გამოყენებით ჭირდება 20 დღე. და ამ დროს მე მეორე ჰორმონალური რეგისტრებს უკვე მოაგვარა ყველაფერი ძალიან მარტივად. ჩემთვის ასეთი. ესა ჩემი პირადი გამოცდილება და ჩემი პირადი შტაბეშტილება ამ პროდუქტზე. ერთი შეფუთვის დაცლის შემდეგ. მეორე შეფუთვა შევუკვეთე ნოემბრის მასშტაბლებაზე ორდინარის ოფიციალურ საიტზე. ეს იქნება ნამდვილად პროდუქტი, რომელიც ვიცი, რომ ფუნქციონირებს, მომწონს, ვიყენებ, ვაგრძელებ სხვა რეტინოლების დატესტვას და მოძიებას, რომ ეხა ყველა ორდინარის ვერ ვიყიდით, ხო? მინდა რაღაცა საფთიაქო ქსელებში, რომ ბრენდებია წარმოდგენილი, რაღაცა იმ ბრენდიდან მქონდეს ისეთი, რაც შემიძლია რო გირჩიოთ, რაღაცა კორეული ბაზრიდან, რაღაცა ესეთ დასავლური ბაზრის ბრენდებიდან. მინდა რომ რამოდენიმე ალტერნატივა მქონდეს, იმიტომ რომ რეტინოლი და რეტინალი ზოგადად მნიშვნელოვანია. როცა თქვათ, ანტიასაკობრივი და ასე შემდეგ პროდუქტის შესახებ საუბრობთ, ამიტომ მინდა რომ რამოდენიმე ალტერნატივა მქონდეს თქვენთვის. ეს იყო პირველი და გაამართლა 100%-ით. წვანე. ყოველთვის დიდი სიამოვნებით გავუწევ რეკომენდაციას. იმედი მაქვს, რომ დარჩება ბაზარზე. იმედი მაქვს, არ ჩაანაცვლებენ და პირიქით იმედი მაქვს, რომ სხვადასხვა ვერსიებს და ალტერნატივებში მოგთავაზებენ. 0.2% რეტინალი სახუმარო თემა არ არის. დამიჯერეთ. ისე კარგად არის დამზადებული ფორმულაცია, ისეთი კარგია. ეხლა სხვა რაღაცა განსაკუთრებული ინგრედიენტები არ გაქვს ჩიგნით. რეტინალში იხდით, აქ მხოლოდ ფულს გაითვალისწინეთ. შეფუთვა არის ესეთი კარგი ფერი, ყვითელი ფერი, რაც რეტინალს ახასიათებს, მაგრამ არ დაგაბნიოთ. მცირე რაოდენობა სავსებით საკმარისია. 2 ფამფი თელს სახეზე. მეტი არ გჭირდებათ. ამიტომ საკმაოდ ხანგრძლივად ყოფნით ეს 15 მილილიტრიანი შეფუთვა. რასაც როგორც გითხარით არ ველოდებოდი. ვერაფრით ვერ წარმოდგენთ. თავიდან ეს რო გამოვიდა ბაზარზე, მეთქი ამაში ფულს არ გადავიხდი, გამორიცხულია. Beauty News-ების ერთ ვიდეოში ვსაუბრობდით სხვათა შორის და მეთქი 15 მილილიტრი დაგვრცინიან რა სისულელია. წლის ბოლოს ფავორიტების სათავეში, რეიტინგის სათავეში. ამიტომ ვერ შევადარებ ამ პროდუქტს. Geek and Gorgeous Retinals, ამიტომ ვერ შევადარებ. მესმის საიდან მოდის ეს შედარების იდეა და რატო ფიქრობენ რომ შეიძლება ეს უკეთესი ალტერნატივა იყოს მოცულობიდან გამომდინარე, მაგრამ არა. ჯერტი ამისი მაქსიმუმი პროცენტი რო აიღო 0.1, 0.2%-იან რეტინალს მაინც ვერ შეადარებ, მაინც არ არის კორექტული. კარგით მეგობრებო, ხმა აღარ მაქვს. ყოველ წუთში მახველებს როგორც გითხარით და 28 პროდუქტის შესახებ როგორ ვისაუბრებთ თუნდაც არ ვიცი. თუ სხვა ფავორიტების ვიდეოები გაინტერესებთ, 2024-ის, 2023-ის 2022-საც არ მახსოვს ალბათ პლეილისტ აგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმი შეარჩევს თქვენთვის და თუ დროგოქციონურებით გააგრძელებთ ყურება, არ დაგავსდათ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს ახს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao.